მოგცეთ ამის საშუალება, გამოგზავნით შეძლებს დაგვარად მოკლედ, პირველ რიგში რა თქმა უნდა, ჩემს კოლეგასაც სასამართლოსაც პატივისცემას დაუდასტურებ, შეიძლება ბევრ რაღაცაში არ გეთანხმებოდეთ, მაგრამ იმიტომაც არსებობს ეს სასამართლო, რომ შესაძლებელი არის არსებობდეს განსხვავებული მოსაზრებები იურიდიულ საკითხებზე. პირველ რიგში ვიტყვი, რომ არის ის სიკეთე, რის დასაცავადაც ჩვენ შემოტანილი გვაქვს კონსტიტუციური სარჩელი, ეს არ არის რაღაცა სპეციფიური, მე ხა ასე თუ ისე ვიცნობ საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას და ხანდახან არის შემოტანილი ხოლმე რაღაცა ისეთი კაზუსური საკითხები, რომელიც შეიძლება იყოს მართლა სპეციალური და საგამონაკლისო. საკითხი, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, არის კლასიკური იურისპრუდენციის შემოდგენილი ნაწილი, რომელიც მე წინა სასამართლოს სტომაზე მოვიყვანე ჯერ კიდევ ხამურაბის დროიდან რეგულირდებოდა და ეს ორი სიკეთე, რომ არის ასე ვთქვათ ამ შემთხვევაში გულისხმობ პროცენტზე ზედაზღვარს და უზრუნველყოფილი ქონების რეალიზაციის წესს, ეს არის მრავალგზის, მრავალი ქვეყნის კანონმდებლობაში და მრავალ დროს დამუშავებული და ის ფორმულირება, რომელსაც ჩვენ ვითხოვთ, რომ უნდა გავრცელდეს საქართველოს ყველა მოქალაქეზე სრულად, ეს არ არის ჩვენი გამოგონილი. პირველ რიგში მივუთითებ თვითონ საქართველოს კანონმდებლობის მოქმედ ნორმაზე, ანუ საქართველოს პარლამენტმაც დაადგინა, რომ ეს პროცენტზე უნდა იყოს ზედაზღვარი, მიუხედავად იმისა იმ არგუმენტებისა, რაც მოვისმინეთ აქაც და ამ დარბაზის გარეთაც გვესმის, რომ თუ არ გინდა მაღალ პროცენტში რას იღებ მაქსეს და ასე შემდეგ, გასაგებია ეს, ამის მიუხედავად სიკეთე და იურიდიული დანაწესი, რომ პროცენტზე უნდა იყოს ზედაზღვარი დაწესებული, ეს საქართველოს პარლამენტის მიერ არის დადგენილი და მეორე სიკეთე ასევე უზრუნველყოფილი ქონება, როდესაც არ იყიდება იმ რაოდენობით, რომელიც საკმარისი არის ცესხის გასასტუმრებლად, ამის მიუხედავად ცესხი უნდა შეწყდეს, ეს ინსტიტუტიც არის საქართველოს პარლამენტის მიერ სამოქალაქო კოდექსში აღიარებული. გარდა ამისა, მე წინა სხდომაზე მოგახსენეთ, რაც მოვასწარი შემოწმება რამოდენიმე ევროპული ქვეყნის და შეერთებული შტატების პრაქტიკას, სადაც ანალოგიურად არის ეს ორივე საკითხი გადაწყვეტილი. სამწუხაროდ ვერ მოვასწარი, არ ველოდი მართალი რომ ასე მალე რომ დაინიშნებოდა სხდომა. გაგზავნილი მაქვს შეკითხვები იმასთან დაკავშირებით, დარწმუნებული ვარ პასუხი როგორც იქნება, მაგრამ გავაგზავნე ყველა ქვეყანაში საელჩოების და ცენტრალური ბანკების მეშვეობით შეკითხვა, რომ ის შეზღუდვები, რომლებიც მე წინა სხდომაზე წარმოვადგინე, რომელიც დაწესებული არის მოყვანილი მქონდა ესპანეთის, გერმანიის, საფრანგეთის და იტალიის მაგალითები და აგრეთვე შეერთებული შტატების, არის თუ არა იმ ქვეყნებში დადგენილი დიფერენცირება, რეგულირება და არარეგულირება სუბიექტებს შორის. მე ვფიქრობ, დღეს არ გამოაცხადებთ და ალბათ არ ცხოვ გადაწყვეტილებას და ყოველ შემთხვევაში კანონი არ მიგზავნოს და მიღებულ პასუხებს აუცილებლად სასამართლოს ელექტრონული ფორმით მოვაწვი. ეს შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ეს წესი, რომ ბანკებს და კომერციულ სტრუქტურებს განუსაზღვრავს ზედაზღვარს კანონმდებლობა და ასევე არსებობს ქონების რეალიზაციის, დატვირთული ქონების რეალიზაციის შემთხვევაში ცესხის შეწყვეტის ინსტიტუტი, ასევე საქართველოს სამოქალაქო კოდექსზე მიუთითებ, მაგრამ ასევე მიუთითებ საერთაშორისო პრაქტიკაზე. ეს არის ორი სიკეთე, რომელიც მიმაჩნია, რომ ორივე არის ძალიან მნიშვნელოვანი, სანამ გადავალ ახლა უკვე იმაზე, რაც აქ იყო იურიდიული პოლემიკის საგანი, მანამდე ძალიან მოკლედ ვიტყვი ამას, რომ ყოველთვის საკონსტიტუციო სასამართლო, როცა აფასებს ამოწმების საკითხს, აფასებს ბალანსს, ხო? ერთის ინტერესიც უნდა იყოს დაცული, მეორეს ინტერესიც უნდა იყოს და მოძებნილი უნდა იქნეს ოქროს შუალები. არავინ არ ხდის სადავოდ იმას, რომ ბანკი იქნება თუ მევახშე იქნება ამ შემთხვევაში. მე სწორედ ეს შეკითხვა მქონდა პირველი სხდომიდან მოყოლებული დღესაც და დღესაც ვერ მოვისმინე და აწი თუ მოვისმენ პარლამენტის წარმომადგენლის განცხადებაში ამ განმარტებას ძალიან საინტერესო იქნებოდა. რა მნიშვნელობა აქვს? ლეგიტიმური ინტერესი ორივესთან სწორია. ფული გავეცი, ჩემი ფული არის, ჩემი ქონება არის, ბიზნესში ჩავდე, გასაგები არის, რომ აქედან უნდა მივიღო მე რაღაცა გარკვეული მოგება და პროცენტი. უბრალოდ საუბარი არის იმაზე, რომ როცა ოქროს შუალებს ვეძებთ, ეს მოგება უნდა იყოს გონივრული რა არის, სადავო საკითხი არის, ამას კანონმდებლობა და პრაქტიკა განსაზღვრავს, მაგრამ უნდა იყოს გონივრული. 10%, 15%, 20% ამ შემთხვევაში ჩვენ ამას არ ვეხებით, მაგრამ არ შეიძლება უბრალოდ შენ იმის გამო, რომ კერძო ხელშეკრულების თავისუფლებით სარგებლობ, გასცე სესხად $1000 და მოითხოვო, რომ დაგიბრუნონ $1,000,000. მიუხედავად იმისა, რომ ეს ხელშეკრულება შეიძლება იყოს ნებაყოფლობითი. ეს არის არაგონივრული, ეხლა მე ცოტა უტრირებული მაგალითი მოვიყვანე, მაგრამ რეალურთან რომ მივიდეთ, მაგალითად, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ რეალიზებული ქონების წესებთან დაკავშირებით,
აქ ნამდვილად ჩვენ გვაქვს სწორედ ის შემთხვევა, როდესაც მათ შორის კომერციული ბანკები, აგრეთვე მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, აი ამ ეგრეთ წოდებული ავტოკრედიტების ფარგლებში იღებენ არანორმალურ, არაგონიურულ მოგებას, როგორი მათემატიკითაც არ უნდა მიუდგეთ ამას, იმიტომ რომ გასაგები არის, რომ ერთ კვირაში და ორ კვირაში მანქანა არ იყიდება და საერთოდ არაფერი არ იყიდება თავის სამაზრო ფასად და ძალიან ხშირად არის აგრეთვე მანკიერი პრაქტიკა, ეხა ეს პირდაპირ თუ არაპირდაპირ კავშირშია იმ სასამართლო დავასთან, რომ თვითონ ბანკის თანამშრომლები ყიდულობენ ამ მანქანებს. მე იმიტომ დავსვი ამ შეკითხვასთან დაკავშირებით პარლამენტის წარმომადგენელმა თქვა, რომ აი ესე არ არისო ბანკების შემთხვევაშიო რაღაცა არანაირი მკაცრი წესები არ არის. ბანკში არის ჩადებული მანქანა, წერილსაც არ გიგზავნიან, არც გაფრთხილებენ წერილობით, ვადაგადაცილება მოგივიდა, ბანკს შეუძლია ყოველგვარი პროცედურის გარეშე ეს მანქანა ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებით. ყოველგვარი კანონში ეს წერია. პრაქტიკაში წესია, თუ რაიმე სხვა წესი არის, მაშინ მოწინააღმდეგე მხარე შეუძლია დაასახელოს, მაგრამ არ არსებობს სხვა წესი, ადგეს და $7,000 მანქანა აქვს სრული უფლება ნებისმიერ ფასად გაასხვისოს მესამე პირებზე. რაც მიგვაჩნია ჩვენ რომ არის სწორედ ის სიკეთე, რომ ამისგან მოხმარებელი უნდა იქნეს დაცული ასეთ ტიპის მიდგომისაგან, ისევე როგორც პროცენტთან დაკავშირებით მოგახსენეთ. ეხლა რაც შეეხება იმას, რომ უშუალოდ ამ დაცულ სიკეთესთან დაკავშირებით არის კალმით დადგენილი რეგულირება და როდესაც ამ კალმით დადგენილი რეგულირებიდან, რადგანაც მე-11 მუხლიდან გამომდინარე არის აგებული ჩვენი სარჩელი, დადგენილი არის გამონაკლისი, მე დიდი თეორეტიკოსი არა ვარ კონსტიტუციური სამართლის საკითხებში, მაგრამ ვიცი რომ უნდა იყოს რაღაცა ლეგიტიმური ინტერესი დასახელებული. რომ აი რაღაცა კი არის ეს საერთო წესი, გააჩნია საკუთრების უფლება, ან რა ვიცი რაღაცის უფლება კიდე, მაგრამ აქედან დადგენილი არის ეს გამონაკლისი, იმიტომ რომ აი სახელმწიფო სჭირდება, ეკოლოგია სჭირდება, პლანეტის გადარჩენა სჭირდება, არ ვიცი რაღაცა ლეგიტიმური ინტერესი უნდა არსებობდეს, რის გამოც ეს გამონაკლისი იქნებოდა დასახელებული. ჩავყვეთ რაც მოვისმინეთ არგუმენტები ნაწილობრივ ზეპირსკლობაზე და ნაწილობრივ წერილობითი ფორმით რაც იქნა წარმოდგენილი. პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ საერთოდ თუ რა თქმა უნდა გახსოვთ თქვენ თავის ხდომა როდესაც გაიხსნა და წერილობით როდესაც იყო წარმოდგენილი არგუმენტები, ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდა კიდევაც ეს პოზიცია, იმიტომ რომ ერთის მხრივ საუბარი იყო იმაზე, რომ ეს სარჩელი თუ დაკმაყოფილდება, ამან შეიძლება გამოიწვიოს ფინანსური სისტემის დესტაბილიზაცია და მეორეს მხრივ ვისმენთ ჩვენ არგუმენტებს, რომ არა საერთოდ რა პრობლემა არის, ბანკებს ისედაც უკეთესი რეგულირება აქვს, ისედაც უფრო დაბალი პროცენტი აქვს, ბანკები ისედაც უფრო პასუხისმგებლობით უდგებიან დაგიროვებული კოდების რეალიზაციას და რა საჭირო არის ეს ზედმეტი რეგულირება. ეს ორი არგუმენტი ერთმანეთს გამორიცხავს. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ამოსავალი წერტილი რა არის, რომ არის დადგენილი რაღაცა საერთო წესი და ის გამონაკლისი წესი და გამონაკლისი პრაქტიკა, რომელთაც რეგულირებადი სუბიექტები სარგებლობენ დღეს, ამაზე უფრო მკაცრია, თუ ამაზე უფრო ლოიალურია. თუ ამაზე უფრო ლოიალურია, მაშინ რა პრობლემა არის საერთოდ ამ სარჩელის დაკმაყოფილება გამოდის, რომ არანაირად რეგულირებადი სუბიექტების მდგომარეობა არ გაუარესდება. თუ ამაზე უფრო მკაცრია, მაშინ უნდა მოვისმინოთ არგუმენტები, რატომ არის ამაზე უფრო მკაცრი. ერთ-ერთი არგუმენტი, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ, იყო, ეს კი არის უარყოფილი, მაგრამ რადგან ჩამოყვება ყველას ერთ-ერთი დამხარჯება სულ ამაზე, ეხაც პარლამენტის წარმომადგენელმა პრინციპში დასაბუთა. საერთოდ სამწუხაროა ბანკების ასოციაცია თქვენი რა ბრალი არის, მაგრამ ბანკების ასოციაცია უნდა იყოს უმაღლესი ერთ-ერთი ავტორიტეტული სფერო და გვიწერს ამას, რომ თურმე ბანკებსო კორპორატიული ხარჯები მეტი აქვთო და ამიტომაცო მათო საპროცენტო განაკვეთებიო გასაგები არისო, რომ შეიძლება მეტი დაჭირდესო. პატივსცემ სასამართლოს, პატივსცემ ყველას, დამსწრეებს და არ გამოვიყენებ რაიმე მკვეთრ შეფასებას, მაგრამ ბანკების ასოციაციის ეს არგუმენტი პარლამენტის წარმომადგენელმაც უარყო, ეროვნული ბანკის წარმომადგენელმაც უარყო და განხილვის დროს გამოიკვეთა, რაოდენ არასერიოზული არის. აი ეს ეგრეთ წოდებული ამიტუსის მოსაზრება, იმიტომ რომ პირიქით ჩვენ მოვისმინეთ, რომ საბანკო სექტორში და რეგულირებად სექტორში საპროცენტო განაკვეთები მათ შორის იპოთეკურ სესხებზე უნდა იყოს და არის კიდევაც უფრო დაბალი. და არანაირი კორპორატიული ხარჯები თუ რაღაცა სხვა ბანკის თავისებურებები არ განაპირობებენ იმას, რომ მათ ჰქონდეთ ეს გამონაკლისი, რომ დააწესონ რაღაცა საჭიროებებიდან გამომდინარე უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთი. ანუ ამ დარგში არანაირი ლეგიტიმური ინტერესი ეს შეგვიძლია მოხსნათ, რომ ბანკის სტრუქტურული თუ ფუნქციონალური თავისებურება მოითხოვს უფრო მაღალი ტიპის განაკვეთებს არ არსებობს. შემდეგი რაც მოვისმინეთ ეროვნული ბანკის წარმომადგენლისაგან, სხვათა შორის, მაგრამ ითქვა, რომ და აქაც იყო საუბარი ამაზე, ხელმისაწვდომობა, რომ შეიძლება შეზღუდოს თქვენს მიერ სარჩელის
დაკმაყოფილებამ ხელმისაწვდომობა გარკვეული კატეგორიის სესხებზე. მე მიმაჩნია, რომ ეს არ არის ის ლეგიტიმური ინტერესი, რომლის გამოც შესაძლებელი არის კანონით დადგენილი აი ამ ძირითადი პრინციპისაგან განსხვავება, იმიტომ რომ გარკვეული ტიპის პროდუქტზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა ეს არის პირიქით ლეგიტიმური და ეს შეიძლება ემსახურებოდეს სოციალურ სიკეთეს. მოვიყვანეთ 294 მუხლის მაგალითი აქ, როდესაც კანონმა თქვა, რომ არ შეიძლება, როდესაც გააქვს ერთადერთი საცხოვრებელი ფართი, შენის იპოთეკით დატვირთო, რატო არ შეიძლება რა, განა ის იპოთეკით ცესხს რო ტვირთავს, რაღაცა სიკეთეს ხო იღებს, არ ვიცი, შეიძლება ბავშვი ყავს იმაში, რა ქვია, სკოლაში მისაყვანი, შეიძლება მანქანა აქვს საკიდილი, რაღაცისთვის ჭირდება ის ფული. ხელმისაწვდომობას შეუზღუდავს კანონი, იმიტომ რომ თქვა, რომ მეორე მხარეს უფრო დიდი სიკეთე დგას. ანუ თავისთავად სესხზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა ეს არ არის, ასე ვთქვათ, ის ლეგიტიმური არგუმენტი, რომლითაც შეიძლებოდა ეს გამონაკლისი გამომართლებინა. პარლამენტის წარმომადგენელმა მოიშველი აქ სარჩელი კვარაცხელია და მეორე გვარი რო არის კიდე. რა მნიშვნელობა აქვს, ვიცით რომ სარჩელზე ვაპარაკობთ? დიახ, ეხვაია კვარაცხელია სარჩელი. ოღონდ იქ დავის საგანი ის იყო, რომ ეს უფლება ხელმისაწვდომობის შეზღუდვა იქაც კანონმა დააწესა, რომ მევახშეებს, ანუ კერძო პირებთან არ შეგიძლია ჩადო საცხოვრებელი ქონება არ დატვირთო იპოთეკით, თუმცა ასეთი უფლება დაუტოვა ბანკებს. ეს იყო დავის საგანი. მაგრამ თავისთავად ის, რომ საქართველოს პარლამენტმა, საკანონმდებლო ორგანომ და საქართველოს კანონმდებლობამ ჩათვალა, რომ სესხზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა ეს შეიძლება ზუსტადაც იყოს საზოგადოებრივი სიკეთიდან გამომდინარე, ეს ძალაშია და ახლაც მოქმედი ნორმა არის. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ თუ კი რო წარმოვიდგინოთ ესეთი პრაქტიკული შემთხვევა, ეხა ადამიანს უწევს ავტოკრედიტში ორმაგიან სამმაგი თანხის გადახდა და თუ ეს რეგულირება შემოვა ძალაში, უბრალოდ თქვენი სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში აღარ მიეცემა საშუალება ბანკს, რომ ნარჩენი ვალი მოითხოვოს, ეროვნული ბანკის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ასეთ შემთხვევაში საერთოდ არ მისცემსო, სადღაც პერიფერიაში ჩოხატაურში აღარ მისცემს საერთოდ სესხს, აღარ მინდა მაშინ. თუ არ შემიძლია რომ ნარჩენი ვალი მოგცე, აღარ მინდა სესხზე ხელმისაწვდომობა შეგიზღუდო. კი, შეიძლება ასე მოხდეს, თუმცა ეს ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ არის ის ლეგიტიმური მიზეზი, რის გამოც შეიძლება შეიზღუდოს კანონით დაწესებული ის სიკეთე, რომელიც ჩვენ კონსტიტუციური სარჩელით გვაქვს გასაჩივრებული და რომელზეც აი მოვიყვანეთ ეს 294 მუხლით დადგენილი ანალოგია. შემდეგი რაც მოვისმინეთ, ცოტა გამიკვირდა ეხლა შეკითხვა პასუხის დროს პარლამენტის წარმომადგენელმა რომ პასუხა. ყველაზე მთავარი არგუმენტი ალბათ აქ რაც შეიძლება ყოფილიყო, მე რო ყოფილიყავ ეხლა თქვენ ადგილას და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე რა არგუმენტსაც მივაქცევთ ყურადღებას, რომ მართლაც გვესმის, რომ ბანკები ძალიან არ მიყვარდა, შეიძლება ბევრ ძალიან არ უყვარს, მაგრამ ნუ ბანკების სტაბილურობაზე მნიშვნელოვნად დამოკიდებული არის ქვეყნის ეკონომიკა, ზოგადი ფინანსური სტაბილურობა და ყოველთვის ყველა ქვეყნის ხელისუფლება და კანონმდებლობა ფრთხილად უდგება იმ საკითხს, რომ არ მოხდეს რაღაცა ისეთი ტიპის ჩარევა, რომელიც შეიძლება იურიდიულად გამართლებული იყოს, მაგრამ გამოიწვიოს არასტაბილურობა, იმიტომ რომ ბანკების სტაბილურობაზე პირდაპირ არის მიბმული მერე ეკონომიკის მთელი რიგი სექტორები. ჩვენ მოვისმინეთ აქ, მე ვთხოვთ სათათბირო ოთახში თუ არ გახსოვთ, კიდევ ერთხელ ამას ამ ჩანაწერს მიაქციოთ ყურადღება, არა ერთჯერ. ეროვნული ბანკის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ არც ერთ და არც მეორე ნაწილში არანაირ რისკებს ბანკების სტაბილურობას და მიანაბრეთა ინტერესებს არ შეუქმნის ამ სარჩელის დაკმაყოფილება. სამწუხაროდ პარლამენტის წარმომადგენელმა აქვს სხვა პასუხი გამწადა, ამიტომაც ვთხოვდით, რომ ამ ჩანაწერს ხელახლა მოусმინოთ, რომ დაასაბუთო კიდევაც ეს ეროვნული ბანკის წარმომადგენელმა რატო? იმიტომ რომ ბანკს თუ აქვს რაღაცა საერთო პორტფელი 10 ან 20 მილიარდი და იქიდან ავტოკრედიტებზე განკუთვნილი არის დაუშვათ 1% და იმ 1%-დან კიდე გაპრობლემებული არის რაღაცა 1%, შესაბამისად შეუძლებელი არის რომ 1%-ის 1%-მა დანარჩენ საკრედიტო პორტფელს მიაყენოს რისკები და შეუქმნას რისკები. ეს ჩემი ლოგიკა არის, თუმცა რა თქმა უნდა ეროვნული ბანკის წარმომადგენელს მეტი კომპეტენცია გააჩნია ამ საკითხში და მან ეს განაცხადა პირდაპირ. და რა ვიცი, ცოტა შეიძლება ზედმეტსაც ვითხოვთ, სასამართლოს განსაცვლელია ეხა ოქსმოუსმენს თუ როგორ გადაამოწმებს, მაგრამ მე უბრალოდ ძალიან კარგად მახსოვს, რომ ეს ძალიან ცალსახად და მკაფიოდ ეროვნული ბანკის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ არც ერთ, არც მეორე ნაწილში არანაირ რისკებს, ბანკების სტაბილურობას და მიანაბრეთა ინტერესებს კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილებას არ შეუქმნის ეს საკითხი. მოვისმინეთ ასეთი ტერმინი აგრეთვე ვალდებულება უნდა შესრულდეს, ცნობილი
პრინციპი არის ეს, რომ მოვლის სამართლიდან კი ბატონო პაქტას უცერვანდა, მაგრამ ამ პრინციპს თუ გავყვებთ, ახლა მე არ შემომიტანია მევახშეების ინტერესებიდან გამომდინარე, თუმცა შეიძლება თეორიულად მათი თქვენ სახსენებთ ეს შესაძლებლობა, რომ მათაც რომ შემოეტანოთ. პაქტას უცერვანდა არაფერ შუაში არ არის აქ, როდესაც ჩვენ თვითონ კანონში ვამბობთ, რომ ესე იგი თუ არ შეიძლება შესრულდეს ეს პაქტას უცერვანდა მევახშის მიმართ, მაშინ რატო არის დაცული იგივე პრინციპით კომერციული ბანკი. ამიტომაც ის რომ კანონი უშვებს ამ შემთხვევაში ამ თუ იმ ფორმით გამონაკლისს და გადახვევას ამ წესიდან ეს დადგენილი არის. ამიტომაც რადგანაც ასეთი გადახვევა დაშვებული არის ერთი კატეგორიის მიმართ, თავისთავად ეს პრინციპი არ შეიძლება ავიღოთ, რომ მეორე შემთხვევაში არ გადაუხვიოთ, თუ არ იქნება მიზეზი დასახელებული. რა არის ასეთი მიზეზი? რაც კიდევ ერთხელ ჩვენ ვერ მოვისმინეთ. ბოლოს ხო, ბოლო ორი არგუმენტი ალბათ რაც იყო ასეთი, ანუ მიზეზი რატო უნდა იყოს ბანკებისთვის განსაკუთრებული ასე ვთქვათ რეგულირება და გამონაკლისები ვერ დავინახე. ეხლა იყო ასეთი ტიპის არგუმენტები, რომელიც ფლად არგუმენტად რამდენად შეიძლება ჩაითვალოს, იმიტომ რომ ისედაც მათ უკეთესი რეგულირება აქვს თუ ისედაც ბანკი მათ ყურადღებას აქცევს. თუ ისედაც ბანკი ყურადღებას აქცევს მათ და ისედაც რეგულაციებს უწესებს, ლოგიკურად უნდა ვიფიქროთ, რომ ეს რეგულაციები თუ კიდევ უფრო უკეთეს ხდის მომხმარებლების მდგომარეობას, ასეთ შემთხვევაში დაკმაყოფილდა, ანუ რო წარმოვიდგინოთ ასეთი ვითარება, რომ კანონი აწესებს 25%-იან მაქსიმალურ ზღვარს იპოთეკურ სესხებზე და იმავდროულად კანონში არის ჩანაწერი, რომ ეროვნულ ბანკს შეუძლია დააწესოს განსხვავებული რეგულაციის წესები რეგულირებადი სუბიექტებისთვის. განსხვავებული შეიძლება იყოს ისიც, რომ 25-ზე მეტის უფლება მისცეს და 25-ზე ნაკლების უფლებას მისცეს. დღეს კანონში ესეთი გრადაცია ჩადებული არ არის. თუ 25-ზე უფრო ნაკლების უფლება უნდა გამოაცხადოთ, ეს არ მოგისმენია, ან რა ვიცი, საკონსტიტუციო სასამართლოსაც შეუძლია მიუდითოს თავის გადაწყვეტილებაში, რომ ის ნორმატიული შინაარსი იქნეს ცნობილი ბათილად, რომელიც ითვალისწინებს, რომ უფრო მაღალი შეუძლება დაუწესოს. მაგრამ ეს ხომ არ ყოფილა აქ ამ საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვის დროს, რა ვიცი, ასეთი არც არგუმენტი ყოფილა წარმოდგენილი და რაც თავარია, როდესაც ჩვენ შეკითხვა დავუსვით და ეს ნამდვილად 100% დადასტურებულად შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ეს არის მკვდარი ნორმა, რომელიც კანონში წერია ამ შემთხვევაში სესხის ზედაზღვართან დაკავშირებით საუბრობ, ეროვნულ ბანკს არც ერთხელ ამ კანონის მოქმედების პერიოდში სესხის პროცენტის ზედაზღვართან დაკავშირებით კანონმდებელი აქტი არ გამოუცნო. არ არსებობს ამიტომაც, როდესაც ჩვენ აქ ვისმენთ უკვე მეორე სტომარი არგუმენტებს კიდევ ერთხელ დიდი პატივისცემით ყველას მიმართ, ყველა ინსტიტუციის მიმართ, მაგრამ თურმე რაღაცა არსებობს ბანკებზე ზედამხედველობა, რომ ბანკის რუნავს, რომ აბა იქ რას რუნავს? საერთოდ არ აქვს, ერთი აქტი არ აქვს გამოცემული. რაც არის სამოქალაქო კოდექსში არის ის ნორმა, მორჩა. მეტი ეროვნული ბანკის არც ერთი ნორმატიული აქტი, რომელიც სესხებზე პროცენტის ზედა ზღვარს არეგულირებდეს, არ არსებობს. რაც შეეხება ფიზიკური პირების დაკრედიტების დებულებას, თუ თანხმდებით რა შიგნით წერია, რომ ამ პროცენტის ზედა ზღვარი არ დაისაზღვრება და რომელიც შეეხება ირიბად და გაკვირით იმ სახით, რაც შეეხება დაგერევებული ნივთების რეალიზაციის წესს. ესე იგი, ეს ნორმაც აქ მოვისმენთ იმასთან დაკავშირებით, რომ არ არის აუცილებლობა ჩვენი კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილებისა, იმიტომ რომ ისედაც ამ ნორმის საფუძველზე წინასწარ რეგულირებადი სუბიექტები ისე კარგად სწავლობენ, ასე ვთქვათ, ამ სესხის ხელშეკრულების პირობებს, რომ იქ არ უნდა წარმოიშვას ისეთი ვითარება, რომ საერთოდ უზრუნველყოფილი ნივთის რეალიზაციის საჭიროება დადგეს. ანუ ალეკო რომ მოვიდა და მოითხოვა $7,000 მანქანა, მე უბრალოდ მანქანა კი არ დაუგირავებ, ბანკი რო ვარ და მიკროსაფინანსო რო ვარ. შევამოწმე ხელფასი რამდენი აქვს, რა შემოსავალი აქვს და ეს მანქანა უბრალოდ ისე დამატებითი უზრუნველყოფის საშუალებაა, თორე ძირითადად მე მისი შემოსავლები მაქვს გაანალიზებული და ამიტომ ვაძლევს ეს. ეს არგუმენტი თუ რეალური არის და თუ რეალურად მუშაობს, მაშინ ხო პირიქით ეს საჩვენო არგუმენტი არის. მაშინ ხო გამოდის, რომ იმდენად საგამონიკლისო შემთხვევა უნდა იყოს, რომ სესხი აგიფეთქდა და დაგირევებული ნივთის რეალიზაცია გჭირდება, რომ მით უფრო უნდა მოქმედებდეს ის ნორმა, რაც სამოქალაქო კოდექსით არის დადგენილი, რომ ესე იგი, თუ ჩემი პასუხისმგებლობის გამო შეცდომა დაუშვი და მივეცი ისეთ ადამიანს სესხი, რომელზეც არ გავაანალიზე მისი შემოსავლები, ვერ დაფარა და ამის გამო მისი ნივთის რეალიზაცია მომიწია, მით უფრო ლოგიკური არ არის, რომ ასეთ შემთხვევაში მოხდეს სასესხო ვალდებულების შეწყვეტა.
რა ლოგიკა არის, რომ ჩვენ არარეგულირებად სუბიექტებს არ ვთხოვთ შემოსავლების შემოწმებას და მათ მიმართ CESC-ი წყდება რეალიზაციასთან ერთად და რეგულირებად სუბიექტს, რომელიც ვითომს და ამოწმებს ადამიანის შემოსავლებს და სადაც მინიმუმამდე უნდა იქნეს დაყვანილი უზრუნველყოფის საშუალების რეალიზაცია, როგორც საკითხის გადაწყვეტის ფორმულირება, იმ შემთხვევაში კიდე ჩვენ ბანკებს ვაძლევთ იმის საშუალებას, რომ ნარჩენი დავალიანება მოითხოვოთ. აქ პირიქით კონტრლოგიკა არის, გარდა ამისა, მე საერთო სასამართლოებშიც მაქვს საკმაოდ ხშირი პრაქტიკა ამ ტიპის დავალებთან დაკავშირებით და ამ ფორმულირებით ეს რაც არის 1-5, ამ ფორმულირებით ეს ძალიან რთული გამოსაყენებელი არის, რო არ ვთქვათ, რომ შეუძლებელი არის, იმიტომ რომ თუ არ იქნება ჩაწერილი კონკრეტულად რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს CESC-ის გაცემის წინაპირობა, გაანალიზებული ქალბატონმა ქალბატონურინა ბატონთემორ ყველას უზარმაზარი გამოცდილება გაქვთ ხა. აი ნებისმიერი იურისტი ვკითხოთ, რას ნიშნავს სიტყვა გაანალიზებული შემოსავლები. მილიონნაირად შეიძლება ეს იქნეს გაგებული თუ არ იქნება კონკრეტიკა შიგნით ჩადებული ამ ნორმაში. გავაანალიზე ალეკოს შემოსავლები, რა ვიცი, 3 სხვა ყავს სოფელში, ან გავაანალიზე და ბინა აქვს ვაკეში. რას ნიშნავს გაანალიზება? არ წერია, ამიტომაც ვერც ერთ დავას ამითი ჩვენ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას ამ ნორმის საფუძველზე ვერ მოუგებთ. მით უფრო თუ ეს ნორმა იმას ითვალისწინებს, ნახეთ აქ როგორ არის ფორმულირება 1-5 პუნქტში წერია, რომ თუ არ არისო გაანალიზებული შემოსავლები და ასეთ შემთხვევაში მოუწიაო უზრუნველყოფის საგნის რეალიზაცია, მაშინ მოქმედებს ის საერთო წესი, ანუ CESC-ი წყდება. ანუ აქაც იგივე ნორმალნი მივდივართ, რომ ეს რაიმე თქვენ რაც დამისვით პირველი შეკითხვა ის დიფერენციაციის ნიშანი, ის დიფერენციაციის ნიშანი და ლეგიტიმური რაიმე არგუმენტი კი არ არის, გამონაკლისი რა უნდა იყოს. პირიქით ეს დებულება გვეუბნება, რომ იმ ლოგიკას მიყვება საერთო წესს, რაც მე მინდა რომ ყველა კატეგორიის მიმართ მოქმედებდეს, რომ ხო, თუ ბანკი ვარ და რაღაცა ვერ შევისწავლე სწორად, გაგიყიდე ნითვი და ამით უნდა შეწყდეს სასესხო ვალდებულება. და ისედაც ლოგიკური არის ეს, აი როდესაც იმ კალიფორნიის სამოქალაქო კოდექსიდან გამონაკლისები როცა ხდება, აი ლოგიკა რო ვთქვათ ერთი წამი რატო არის გინდმოძრავ და გინდუძრავ ნივთებთან შეფარდებით ნივთი როგორ შეიძლება გაიყიდოს უფრო იაფად საბაზროთა შეფასებით, როდესაც ასე თუ ისე ყველა სწორად აფასებს, ხო? ეხლა გამსესხებელის დაინტერესებულია და პლუს ზოგიერთ შემთხვევაში ამასე აუდიტებიც არიან ჩართულები. თუ ყიდი სწრაფად. გასაგებია, რომ მეც მინდოდა ჩემი მანქანის გაყიდო, ვერ გავყიდე, მართლა მინდოდა ჩემი მანქანის გაყიდო, მითხრეს რომ $7,000 ღირს. დავდე რაღაცა საიტებზე, კარგაბუში და კაჟა არ გავყიდე მეც ჯინაზე ნაკლებ ფასად, მორჩა. ეხლა რომ ძალიან დამჭირვებოდა და ძალიან ასე ვთქვათ გადამეწყვიტა, არ გამიკეთებია ეგრე, მაგრამ ალბათ $1,000-დან $1,500-ად გაიყიდებოდა ის მანქანა, ხო? ამიტომაც აქაც ეს რისკი ამ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ საუბრობთ, რომ უზრუნველყოფის საშუალება არ იყო CESC, არ იყო ის შემთხვევა კი არ არის, რომ ვიღაცამ ნაკლები უზრუნველყოფა ჩაიდო. ძირითადად არის, რომ განხილული გვაქვს თქვენი საქმეები უზრუნველყოფის აუცილებლობასთან დაკავშირებით საახსოვლებო კანონიდან გამომდინარე და ამ შემთხვევაშიც არანაირი ვადებიც არ არის ჩადებული. ამაზე რა პასუხს ვაგებია, კანონში შეგვიძლია გადავამოწმოთ. არანაირი ვადა არ არის, რაც ძანა ბატონმა ლევანმა კიდევ ერთხელ დიდი პატივისცემით, ეგ არ შეიძლება პრაქტიკაში ზოგიერთი ვიღაცა კეთილსინდისიერი ბანკის ოფიცერი გამოდგეს, თორე გადააცილე CESC-ის გადახდას მეორე დღეს ყოველგვარი აუქციონის გარეშე, ყოველგვარი უძრავქონებაზე რაღაცა მინიმალური მაინც არის ჩადებული, რომ უნდა გამოაქვეყნო გაზეთში და რაღაცა პირველი, მეორე, მესამე აუქციონი, თუმცა იქაც ძალიან სწრაფად ტარდება ორგვარიანი შუალედებით. მოძრავ ნივთებზე არ არის არაფერი, ორშაბათს არ გადამიხადეს CESC-ი, სამშაბათს შემიძლია რომ შენი მანქანა ავდგე და გავყიდე. და ამის გამო ხდება ეს, რომ უზრუნველყოფის საშუალება, რა თქმა უნდა, $7,000-იანი მანქანას ერთ დღეში ნახევარფასშიც ვერ გავყიდე. არ არსებობს გავსი რეგულირებები და აქედან გამომდინარე ეს გამონაკლისები, რაც არის დადგენილი და რასაც ჩვენ ვაფასებთ, მათ შორის ახლა აი ამ ეროვნული ბანკის ფიზიკური პირების დაკრედიტების დებულებაზე, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, ეს შემთხვევები გამოწვეული არის, როდესაც უზრუნველყოფის საშუალება არ ყოფნის სასესხო ვალდებულების დაფარვას, არა იმის გამო, რომ უზრუნველყოფა არის არასწორი. ერთ თვითონაც წერიათ, რომ სწორად უნდა შეაფასოს. არამედ იმის გამო, რომ აქვს სრული დისკრეცია, რომ მოახდინონ რეალიზაცია იმ წესებით, როგორც თვითონ უნდა. და რეალურად ამ შემთხვევაში ბანკი იღებს მოგებას ორმაგად, რომ მე შენ ეს $7,000-იანი, ну, ავიჩებით ეს $7,000-იანი, მაგრამ გამშვიდობა
ანუ $7,000 ცეცხლის შემთხვევაში $7,000 ნივთიც გამოგართვი და რეალურად თითქმის მეორეჯერ იგივე რაოდენობას უკვე გთხოვ თანხად. და ბოლოს რაც მინდოდა მე თქვა ხო ბოლო ეგ მინდოდა თქვი უკვე მაგრამ კიდევ ერთხელ კაფეზე გავიმეორებ რაც ითქვა აქ პარლამენტის წარმომადგენლის მხრიდან არ დავეთანხმებ იმიტომ რომ კანონში არ წერია ასე რომ აი ბანკების და რეგულირებადი სექტორის შემთხვევაში არსებობს რაღაცა უფრო მკაცრი წესები ნივთის რეალიზაციის არ არსებობს არანაირი 276 მუხლი არის სამოქალაქო კოდექსის იქვე არის მე რეალიზაციის წესები უძრავქმედებასთან დაკავშირებით არის ოდნავ განსხვავებულად შემთხვევები იქ იმიტომ რომ რეალიზაციის ორი წესი არის სამოქალაქო კოდექსის 301 მუხლი ითვალისწინებს სპეციალისტის აუქციონს ან არის კიდე ასრულების ბიუროს მიერ მოძრავ ნივთებთან დაკავშირებით არანაირი მკაცრი წესები არ არსებობს საერთოდ არანაირი წესები არ არსებობს წერია რომ პირდაპირ ავიღეთ გირავნების მოწყობას და აუქციონიც არ წერია კანონში თვითონ მახვილ რეალიზაციას ამიტომაც ეს არც ამ დებულებაში არ წერია, იმიტომ ვიკითხები ახლა თუ არსებობს მუხლი პუნქტი რაიმე მეთქი, არც კანონში არ წერია და არც რაიმე სხვა ნორმატიული განაწილება არ არსებობს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვითხოვთ ორივე ნაწილში ჩვენი სარჩელის დაკმაყოფილებას და აქვე გულწრფელად გეტყვით რეზიუმესაც, რომ პირველი მოთხოვნის დაკმაყოფილება 625 ეხლა რო ვთქვათ, ჩვენს შემოგვაქვს სხვადასხვა სარჩელები მე თქვენ იმდეხანს განიხილავთ ხანდახან მავწდება ხოლმე რატო 625 ახლა ძალიან გულწრფელად რო ვთქვათ 625-ის დაკმაყოფილება 625-ის ნაწილში ხო აი არაფერს არც გააფუჭებს არც გააკეთებს უბრალოდ იურიდიულად იქნება სწორი ისედაც ითქვა აქ რომ იპოთეკურ სესხებზე საპროცენტო განაკვეთები ძირითადად ახლა გამონაკლისები მიკროსაფინანსებში იქნება მაგრამ საბანკო სექტორში ისედაც არის იმ რეგულირებადი ზღვარის ქვევით და იმ რეგულირებადი ზღვარის აი არც საბანკო არც არ არსებობს ბუნებაში არანაირი არგუმენტი რომ თუ ბაზარზე არის 13-დან 17-მდე იპოთეკური სესხები და ზედაზღვარი არის დაახლოებით 25 იმ ფორმულის მიხედვით რატო უნდა იყოს იმ ფორმულიდან ვიღაცა რომელიღაცა კონკრეტულ ერთადერთი მაგ ნორმის იმიტომ არის მაგ ნორმის დაკმაყოფილება კარგი იურიდიულადაც და სოციალურადაც რომ ვიღაცა ერთი ხო შეიძლება გამოდგეს გამონაკლისი და ხდება ხოლმე ასეთი ბაზარზე მოგო იქნება თუ გამოჩნდებიან ხოლმე ვიღაცა ასე ვთქვათ ცოტა უფრო აქტიური და მტაცებელი ორგანიზაციები რომ აი იმან შეიძლება დააწესოს თორე ბაზარზე საპროცენტო განაკვეთებს 625-ის დაკმაყოფილება რეალურად არანაირ ზეგავლენას არ მოახდენს იმიტომ რომ ისედაც დღეის მდგომარეობით ასე არის და ეხლა ეს ხვალდაზე ეგ და კიდე ძალიან დიდი ხანი არ შეიცვლება არის უფრო დაბალი ვიდრე 625-ის ჭერით გათვალისწინებული განაკვეთი რაც შეეხება 276 მუხლის ნაწილში, აი უბრალოდ ძალიან დიდ სიკეთეს გაუკეთებთ ბევრ ადამიანს და არანაირ დარტყმას, ჩემი თვალჯერად აგრეთვე ეროვნულმა ბანკმა არანაირ დარტყმას ეგ ეროვნული ბანკის იმას რა ქვია, სამონტო სისტემის იმას არ მიაყენებს რა ქვია, სტაბილურობას. ითქვა ეს აქ, რეალურად მართლაც საუბარი არის იმაზე, რომ ქართველები ვარ, შეიძლება ვიღაცა თქვას, რომ არ არის ეს სწორი, კი, მოუნდა ვიღაცას მანქანის გამოყვანა ახალი იმითი რა ქვია მერსედესის ციარული ფული არ აქვს მივიდა რაღაცის იმედია გაიყვანა ეს მანქანა ვერ გადაიხადა ეს სესხი და ძალიან ბევრი შემთხვევა არის კაი ვერ გადავიხადე გიბრუნებ ამ მანქანას მე იგებენ ხოლმე ხანდახან მან ძალიან გრძელი არის ხანდაზმულობის ვადები მე იგებენ 2 წლის შემდეგ რომ მირეკავს ახლა ის რა ქვია ვიღაცა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რომ მანქანა მიუყვანა 2 წლის წინ და კიდე თორმე დარჩენილიმა გადასახდელი რაღაცა X თანხა რაც არის დავალიანების თანხები და გამომდინარე ამ რეგულირების წესიდან ეს არის რეალურად თითქმის მეორეჯერ ამ თანხის გადახდა. ნუ თავი რომ დავანებოთ იმას რომ კიდე შეიძლება იმასაც არიცხავთ პირგასამტეხოს და მიუღებელ შემოსავალს. აშკარად ძალიან ბევრ ადამიანს გავათავისუფლებთ ამ კაბალისაგან და არანაირი არგუმენტი კიდე ერთხელ აი მე გავიც რამდენჯერმე დავწერ შეკითხვა და არც სასამართლოს მინდა თავი მოვაგზავნო და არჩევს კოლეგას მაგრამ ლეგიტიმური ინტერესი რატო შეიძლება კონდეს ბანკებს იმ ნარჩენი დავალიანების ამოღების უფლება რომელიც არ აქვს მე ვახშეს ვერ გავიგე ბანკები უკეთესად ამოწმებენ და უკეთესად თუ ამოწმებენ პირიქით არგუმენტი არ არის ეგა აი ეს არის ჩემი პოზიცია და იმედი მაქვს რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით ძალიან ბევრ ადამიანს სერიოზულ შვებას მოგვრით განსაკუთრებით ავტოკრედიტის მომხმარებლებს დიდი მადლობა ყველა შემთხვევაში